Ამწუთებში ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში ეგრეთ წოდებული ბოკერიას ფრთის წარმომადგენლები იკრიბებიან. ოფისში მივიდა გიგი უგულავაც, რაც შეეხება პარტიის მეორე ნაწილს ეგრეთ წოდებული სააკაშვილის ფრთას. ისინი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მართავენ შეხვედრას. თემაზე რამდენიმე წამში საულმე ქოქიაშვილი ისაუბრებს, მანამდე კი დღეს შიდა დაპირისპირების ფონზე ყრილობაზე დასწრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო ნაციონალური მოძრაობის ხულოს რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. ამაზე შორენახვიჩია ჩაგვერთვება ოდნავ მოგვიანებით, მანამდე კი საულმე ქოქიაშვილს ვუსმენთ. დიახ, ამ წუთებში ჩვენ ვიმყოფებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში, სადაც დილიდან იკრიბებოდნენ ბოკერია ბაქრაძე უგულავას ფრთის წარმომადგენლები. სულ რამდენიმე წუთის წინ კი აქ ადგილზე მოვიდა დედაქალაქის მერი, რომელიც როგორც ცნობილი არის, გუშინ ღამით ტელეფონით ესაუბრა მიხეილ სააკაშვილს. გიგი უგულავას ამ საუბრის ბევრ დეტალზე არ უსაუბრია ჩვენთან, თუმცა ის ამბობს, რომ ყოველდღიურად სიტუაცია მწვავდება და ფაქტობრივად რაიმე თემაზე დაპირისპირებულ მხარეებს შორის მორიგების საკითხი და შანსები ნელ-ნელა კლებულობს. გასული დღეების განმავლობაში დედაქალაქის ყოფილი მერი, მას შემდეგ რაც მან დატოვა საშელახსრულების დაწესებულება, მუდმივად იმეორებდა იმას, რომ უნდა ყოფილიყო გამოყენებული თუნდაც მცირეოდენი შანსი იმისა, რომ რაიმე თემაზე მორიგება შემდგარიყო, თუმცა როგორც ერთ ისე მეორე ჯგუფში ყოველდღიურად უფრო ნაკლებ შანსს ხედავენ. ამის ამეტის დღეს ნიკა მელიამ, რომელიც ჯერ კიდევ არის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე პარლამენტში, თქვა, რომ გიგი უგულავა არის მხარე და ის მომრიგებელი ვერ იქნება. დღეს აი ამ ფრაზასაც უპასუხა დედაქალაქის ყოფილმა მერმა. გიგა ბოკერიას არ წარმოადგენ, მე წარმოადგენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. თუ მაინდა-მაინც ნიკა მელია წარმოადგენდა ოდესღაც მე და ხა მე გავუხსენი ამ პარტიაში გზა. პარტია კრიზისის წინაშე იმყოფება, პარტია არის კრიზისში. თუ გვეყოფა პასუხისმგებლობა, რომ პარტია ეს კრიზისი გაიაროს, მაშინ პარტია გაივლის. თუ ვერა, დარჩენილი ძალიან ცოტა რესურსია, აი როგორც ტელეფონის ბატარეა პროცენტებით რო გაიზომება, ძალიან ცოტაა დარჩენილი, შეიძლება თქვა 5-2 დღე ყოველდღიურად შეიძლება ეს მცირდებოდეს. რაიმე თემაზე მორიგების შანსებს უკვე როგორც ერთ ისე მეორე ჯგუფში დაპირისპირებულ ჯგუფებში ნაკლებად ხედავენ უკვე. როგორც დღეს დილიდან კეთდება კომენტარები, ფაქტობრივად ერთი ჯგუფისაც და მეორე ჯგუფის წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ გაყოფის პროცესი არის ფაქტობრივად დასრულებული. ამ ეტაპზე როგორც გითხარით, ბოკერია ბაქრაძე უგულავას ეგრეთ წოდებული ფლანგის წარმომადგენლები არიან შეკრებილნი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში, ხოლო მეორე ჯგუფი ამ წუთებში შეკრებილი არის მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში. როგორც ჩანს, როგორც ერთი ისე მეორე ჯგუფი უკვე ფიქრობს და მსჯელობს იმაზე, თუ როგორი იქნება მათი შემდგომი სამოქმედო გეგმა. მეგონია რომ მას აქვს იმისი წონაც და იმისი წარსულიც, რომ ესეთი ნაბიჯი გადაერია. უცვლელად ცდილობს, რომ თუ არის შესაძლებელი, რომ სიტუაცია განიმუხტოს, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ამაში, როგორც სააკაშვილთან საუბრით, ისე, ასე ვთქვათ, მეორე ჯგუფთან საუბრით. ჯერჯერობით ამას შედეგები არ აქვს. თუმცა ვნახოთ, ჯერ კიდე იმედია, რომ გარკვეული დრო არის. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ტიპის რეაქცია მოყვა. კიდე ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ კიდე იმედი გვაქვს და გიგიც ამას აკეთებს, სწორედ რომ მაქსიმალურად რა შანსიც არის, თუ არსებობს რაიმე შანსი იყოს გამოყენებული. მოლაპარაკებები ოფიციალურ დონეზე არ მიმდინარეობს, შეიძლება ცალკეული შეხვედრები იყოს, მეგობრული და ასე შემდეგ, მაგრამ არანაირი ასე ვთქვათ, რაღაც მოლაპარაკებების სტატუსი ამას ვერაფერ არ მიეცემა. აქ ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი ამოცანა არის ახლა ყრილობის ორგანიზებულად ჩატარება და მიღება ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც პარტიის განვითარებას შეუწყობს ხელს. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფში გაერთიანებული ადამიანები ამ ეტაპზე დაკავებულნი არიან ყრილობის ორგანიზებით და ემზადებიან ოციანვარ საკმაოდ მასშტაბური ყრილობისთვის 7000 დელეგატიანი ყრილობისთვის. ეს ყრილობა იყო სწორედ ერთ-ერთი მთავარი განხეთქილების ვაშლი და ამ შემთხვევაში უკვე საპირისპირო გუნდში დარჩენილი ადამიანები წინასწარვე ამბობენ, რომ ყრილობა ვერ იქნება ლეგიტიმური, ვინაიდან ისინი არც ამ ყრილობის ორგანიზების საკითხებში იღებენ მონაწილეობას. გარდა ამისა, დღეს როგორც იცით, გადაიდო ფრაქციის სხდომა, რომელზეც უნდა ემშელათ ნიკა მელიას ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენების თაობაზე. ეს სხდომა უკვე ჩანიშნული არის 12 იანვრისთვის და როგორც არის განწყობა, მაგალითად აი გუნდში, რომელიც ახლა ამ ოფისში არის შეკრებილი, მათი სრული შემადგენლობა უკვე დიდი ალბათობით ფრაქციის სხდომაზე სწორედ მელიას თანამდებობიდან გათავისუფლებას დაუჭერს მხარს. ვაიბობ საულმე ქოქიაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.